სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს საყვარელო ვერსად ვერ გაიგონებთ ასეთი შინაარსის დღე სასწაულს. აი სადაც უნდა მიხვიდეთ. შეიძლება რაღაცა ყველამ მოსალოცი ბევრი რამე ქონდეს, მაგრამ ის რომ ჩვენ ერთმანეთს ულოცავთ დღეს, როდესაც კაცი შეხვდა ღმერთს, ადამიანი შეხვდა ღმერთს, უпроსტად ღმერთი შეხვდა ადამიანს, იმიტომ რომ ყოველი სიკეთე, რომელიც ადამიანზე აღესრულება, ღმერთის სიკეთით ხდება, ღმერთის მოწყალებით ხდება და ღმერთის სიყვარულით ხდება და ეს საღვთისმეტყველო შინაარსი ჩვენ აღმოვიკითხეთ ჩვენს მიერ წაკითხულ ლოცვებში. ვკითხულობთ რომ დღეს ვიმეონ ღვთისა კაცთა შეერთება ხადაგა. ესე იგი ისტორია ესეთი იყო. ჩვენ ვიცით ყველამ რომ მას შემდეგ რაც ადამი დაეცა ცოდვით და ევა გამოიდევნენ ისინი სამოთხიდან, დაიხშო სამოთხის კარი და ერთადერთი ნუგეში ადამიანისთვის სამშობლოში, ანუ სამოთხეში დაბრუნებისა იყო დედაკაცისგან შობილი. გახსოვთ თქვენ რომ სამოთხეში გამოდევნამდე ღმერთი ეუბნება გველს რომ დედაკაცისგან შობილი დაგამარცხებ შენ. და აი ამ დედაკაცისგან შობილის მოლოდინი იმდენად გაცხოველებული იყო, იმდენად გამძაფრებული იყო ყველა, ესე რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა, იყო ისეთი ძალიან ისეთი წინასწარმეტყველებები, რომელიც არა მარტო სასულიერო ისტორიის მცოდნე ადამიანებში, არამედ უკვე ყველგან იყო გავრცელებული და აი მოაწია ამ ჟამმა რომ დედაკაცისგან შობილი მოევლინა ქვეყნიერებას და რაც შეეხება დღევანდელი დღის სასწაულს, ჩვენ გუშინას განმარტე და ეხლა მოგახსენებთ რომ დღე სასწაული აი ილია მართალი ამბობს რა ენა წახდეს ერი დაეცეს და ჩვენი ენა ნამდვილად წამხდარია, იმიტომ რომ ჩვენ სასწაულში დღეს მარტო რაღაცა სასწაული რო ხდება, იმას გულისხმობ. ძალიან ღრმა შინაარსი ქონდა ამ სიტყვას და ქონდა ერთ-ერთი ესეთი შინაარსი, რომ ეს იყო სასწაული. სასწაული ჩვენთვის. სასწაული იმ სასწაულის მომსწრეებისთვისაც, რომელსაც ჩვენ მოვესწარით. მოვესწარით, დიახ, აი ვინც ეხლა წირვაზე, ვინც გუშინ ლოცვაზე მობრძანდით და ვკითხულობთ ამ ლოცვაზე და წირვაზე დგეხართ, ჩვენ მოვესწარით ამ სასწაულს, როგორ განკაცებული ღმერთი მიიქვა მართალმა სვიმეონმა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ დღის სასწაულს და სასწაულს. ჩვენთვის სასწაული პირველ რიგში, სასწაული კი არა, სასწაული ჩვენთვის პირველ რიგში ის არის, რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ისეთ რაზე, აი პირველი სიტყვები, რომელიც ჩვენ დღეს აღმოკითხულ სახარებაში წავიკითხეთ, არის ესეთი. და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმენდისა მათისანი, ჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმ წარდგინება წინაშე უფლისა. ესე იგი, ღვთისმშობელი განწმენდის წესს ასრულებს ხალხო. წარმოიდგინეთ. სული წმინდის მიერ იგი მარადისქალწულია, ეს სწავლება თქვენ იცით, ხო? შობამდე და შობის მერეც. მაგრამ ნახეთ, არ განუცდია მას აი დედები ბრძანდები და ის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც შობიარობის შემდგომ ხდება, რა თქმა უნდა, არ განუცდია, იმიტომ რომ მისი შობიარობა ულმობელი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასწაული ჩვენთვის რა არის, ნახეთ, დედა ღვთისმშობელი ეს უპატიოსნესი ქერუბიმებზე და აღმატებით უზესთაესი სერაფიმებზე მოსეს ჯულს ასრულებს. და ჩვენ კიდე დღეს აი თვით უფალი ჩვენი განხორციელებული, განკაცებული ღმერთი ჯულს ასრულებს. ნახეთ და მე-40 დღეს ამოიყვანეს ეკლესიაში წარდგინება წინაშე უფლისა. აი ამ დღის ისტორიული მოკლე განმარტება ჩვენ აი განგვიმარტა უკვე საკითხებება, გუშინ წავიკითხეთ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, სადაც უფალი არა ჯერ წავიკითხეთ გამოსვლათა წიგნიდან, სადაც
უფალი ეთყოდა უფალი მოსეს წმინდა მიყავ მე ყოველი პირველ შობილი ანუ ყოველი ეს თემა ეხა გეცნობათ ეხა მთიულებს თქვენ და ეს ძველი აღთქმის თემა არის რო იცოდეთ და ამას ვიძახი ხოლმე რომ ეს არის ძველი აღთქმა დააცხრა საყვარელო როცა ქრისტე მოვიდა დააცხრა დასრულდა ძველი აღთქმა და ქრისტემ დაასრულა აღასრულა და დაასრულა რომ წმინდა მიყავ მე ყოველი პირველი შობილი და უკვე თუ შენო კითხავსო მოდი ესე ვთქვათ თუ შენ კითხოს ძემან შენმან ვითარმედ ესე რა იარსო უთხარიო მასო ვითარმედ ხელითა მტკიცითა გამიყვანა ჩვენო უფალმაო ეგვიპტიდანო და ბოლო სასწაული გახსოვთ თქვენ რომ ებრაელიერი გამოდიოდა ეგვიპტიდან ეს იყო ყოველი პირველ შობილის ამოწყვეტა ეგვიპტეში მათ შორის მეფის შვილის და უკვე ამას უკვე რა თქმა უნდა ვეღარ გაუძლეს ეგვიპტელებმა და გამოუშვეს ებრაელებმა მანამდე არ უშვებდნენ მანამდე კიდე ბევრი სასწაული მოხდა 10 დიდი სასწაული მოხდა და ბოლო იყო ესა ანუ უყურეთ რა არის ესე იგი სასწაული რა არის აი ღმერთი ეუბნება მოსეს რომ ამას ეს გააკეთე ყოველი პირველი შობილი წმინდა მიყავ ანუ ჩემია მე შემომწირე ოღონდ შემოწირულობა ეგ სხვანაირად იყო და რატომ იმიტომ რომ განუმარტე შენ შთამომავლობას თუ კითხავს რომ ის კი არ უთხრა რომ მე მაგარი ვარ და მე ესე ვიქცევი და ის უთხარი რომ ღმერთმა გამოგიყვანა ეგვიპტიდან და ყოველი პირმშო მოაგვინა ბოლოს იმდენად ძლიერი ხელი დაეშვა მის ეგვიპტელებზე რომ მათი ყოველი პირმშო პირველი შვილი მოაგვინა აი ეს არის სასწაული გესმით აი ძველ აღთქმაში ახლა მე ძველი აღთქმიდან მოვყვევი იმიტომ რომ წუხრის ჟამი რომელიც ჩვენ მოვდივართ საღამოს და წუხრით იწყება მსახურება ეს არის ძველი აღთქმის ჟამია იქ სულ ძველი აღთქმას მოგვითხრობს უყურეთ მოდელი რომ ამბობს ასამაღლებას და კმევა იწყება ეს არის პირველი კმევა ტაძარში რომ გამოდის ამ შემთხვევაში ის ადამია რომელიც აი ესე კეთილსურნელ ურთიერთობაში იყო გარე სამყაროსთან და რო აკმევს პირველი კმევა რაც არის და სხვათა შორის აი სიტყვები რომელსაც სვიმეონი ამბობს დღეს აც განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით რამოთ ვიხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენ და ასე შემდგომ ეს ამ სიტყვებით თავდება მწუხრი დააგვირდით ახლა როგორი შინაარსია ანუ ამ სიტყვების მერე დამთავრდა ძველი აღთქმა იმიტომ რომ ძველი დღეთა ხორციელი იქნა როგორც ჩვენ ვკითხულობთ ძველი დღეთა ერთ-ერთი სახელია უფლისა მრავალი სახელი აქვს უფალს ძალიან ბევრი სახელი აქვს წმინდა დიონისე არიოპაგელს ერთ-ერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი აქვს საღვთოთა სახელთათვის და განმარტებები რომელიც რას ნიშნავს ერთ-ერთი სახელი არის ძველი დღეთა ხორციელი ქმნა და აქვე არის განწესება რომ როცა შობსო დედაკაციო არ შევიდეს ტაძარშიო ნუ აქ გუშინ ამოვიკითხეთ ჩვენ ძველ აღთქმაში 33 დღე მაგრამ ადრე სხვადასხვანაირად იყო ძველ აღთქმაში ესე იგი მამრობითის სქესის შემთხვევაში თუ შობდა სხვა დრო იყო განსაზღვრული და დედრობითის სქესის შემთხვევაში სხვა ანუ 40 დღე არ შედიოდა ტაძარში და მერე რომ მივიდოდა ტაძარში უნდა შეეწირა აი რას ნიშნავდა ის რომ ესე იგი პირველი შვილი იყო ესე იგი წმინდა უფლის ანუ აი ამის გამოსასყიდი უნდა შეეწირა ორი გვრიტი ანუ ორი მტრედის მარტი და თუ შესაძლებელი იყო მაშინ კრავიც შეიწირებოდა და ჩვენ რას წირავს დედაღვთისმშობელი ორი მტრედის მარტს ხედავ ჩვენ რომ არ არის შეძლებული ხელმოკლედ შემოწირულობა არის. შემდეგ ასევე წავიკითხეთ წმინდა ისაიას წინასწარმეტყველება, სადაც ესე იგი მოთხრობილია თუ როგორ იხილა ესაია წინასწარმეტყველმა ღმერთი ქერუბიმების, სერაფიმების გარემოცვაში, რომლებიც დაუცხრომელად გალობდნენ. აი წირვის ერთ-ერთი საგალობელია წმინდა არს უფალი საბაოთ. სავსე არიან საინდა ქვეყანა დიდებითა შენითა და ეს ღმერთი, აი რატომ არის ესაიას წინასწარმეტყველება ნათქვამი რომ ეს ღმერთი განკაცდა, რომელსაც ანგელოზები დაუცხრომელად ადიდებენ ქერუბიმ სერაფიმ, ეს ღმერთი მოვიდა და კაც ადამიანს ადამიანი გახდა.
ეს ღმერთი. ამიტომ მოგვითხრობს აი ამ საწინასწარმეტყველოს. და ასევე მესამე საწინასწარმეტყველო იყო, სადაც იგივე მოთხრობილია, რომ როგორ საყდარზე მжდომი უფალი, როგორ მოვალს შემოსვრად მეგვიპტელთან. და ჟულის შემოქმედი, რომელმაც ებრაელ ერს სინასთაზე ჟული მისცა, ჟულსა დაემორჩილაო, ჩვენ ვკითხულობთ. და რათა წყევისაგან მიხსდეს ყოველი. აი სასწაული ჩვენთვის ეს არის, რომ ჩვენ ეხა აი უბრალო ადამიანება ჩვენ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა, უნდა მივყვეთ ეხა აი რასაც დაუშვათ ამ შემთხვევაში მოძღვარი გვეუბნება, რომ უნდა მივყვეთ გონება, როგორ კაცო, ესაიამ რომ ღმერთი იხილა ქერუბიმებს და ანგელოზებს, სერაფიმებს შორის დიდებული, სამწმინდა არსობი დიდებული ღმერთი, საყდარსაზე და მжდომი დიდებული ღმერთი. განკაცდა? და რა თავსიდვა და ჟული შეასრულა? აი, ჩვენ ესე უნდა ვკითხოთ, მე ვასრულებ ჟულს. აი, ეს უნდა ვკითხოთ. ახლა ჟული რა არის ახლა, მაგასაც გეტყვით, რომ არ დავიბნეთ ახლა რა არის ჟული? ჟული არის თუნდაც აი 10 მსნება, ხო? არა კაცკლა, არა იბარო, არა იმუშო, რომელთა წინაც წერია 6 დღე იქ მოდე და ქმნე მაშინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე ღვთისა ღვთისა შენს. როგორ ასრულებ შენ ამ ჟულს? ანუ კვირაში 7 დღე რო არის და ერთი ღმერთის რო არის, შენთვის ხო არ ხმარობ ამას? რამხელა დანაშაული იქნება თუ ასე არის, ხო? ხო მეთანხმებით. და სხვა კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით. და მოკლედ გავიხსენოთ ის ისტორიაც, ეხა ჩვენ რა ისტორიაც არის ამ ესე იგი დღე სასწაული ვთქვით, მაგრამ სასწაულიც ვთქვით, იმიტომ რომ სასწაულია ის, რომ ქერუბიმებს და საყდარზე მжდომი უფალი, საყდარნი სხვათა შორის ტახტრევანს უწარმოიდგენს. საყდარნი არის ერთ-ერთი დასი ანგელოზებისა. აი ხო ამბობთ ქერუბიმები, სერაფიმები, საყდარნიც არის ერთ-ერთი დასი ანგელოზებისა და როდესაც ჩვენ ვამბობთ უფალი, რომელიც საყდარსაზე და ზი, ნუ იგულისხმებ ტახტრევანს, ეს არის ანგელოზების გარემოცვა. ეხლა ისტორიულად როგორ იყო, ესეც გავიხსენოთ, იმიტომ რომ ამაზე უკეთეს ეხლა რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომ გავიხსენოთ აი ამ დღესასწაულის ისტორია. ვისაც გიყვართ ფილოსოფია, გაგონილი გექნება პტოლემეოს ფილადელფი. ეს იყო ეგვიპტის მეფე ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეში, რომელიც ასევე ფილოსოფოსიც იყო. მეფეც იყო და ფილოსოფოსიც იყო, წიგნის მოყვარული და სიბრძნის მოყვარული. და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იმ დროში მსოფლიოში ცნობილი ბიბლიოთეკა იყო. იმ დროში, აი პტოლემეოს ფილადელფის დროს და მან მოინდომა ესეთი რაღაცა, ესეთი გონივრული, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთივშთაგონებული იყო ეს აზრი, იმიტომ რომ საერთოდ დამპყრობელი რომ მოდის, პირველი რასაც ავრცელებს დაპყრობილ ქვეყანაში, ამას დიდი ხრიკები და დიდი მზაკრობით, ამას შეეწირა ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა. პირველი რასაც ავრცელებს, ეს არის ენა. და ესე იგი იმ დროს წარმოიდგინეთ, იმდენად გავრცელებული იყო ბერძნული ენა მთელ მსოფლიოში, დაპყრობილ ქვეყნებში, რომ წარმოიდგინეთ, ებრაელები ხო გართესული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში და თავიანთი ენა უკვე დავიწყებული ჰქონდა და ბერძნულად მეტყველებდნენ და ბერძნულად კითხულობდნენ. წარმოიდგინეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში განთესულმა ებრაელებმა თავიანთი ისტორია მას შემდეგ წაიკითხეს, რაც პტოლემეოს ფილადელფის მეცადინეობით ებრაულიდან ბერძნულად გადაითარგმნა ბიბლია, ანუ ისტორია, ხო? ებრაელი არის. ხო და პტოლემეოსმა მოინდომა მაშინ რომ ბიბლია ეთარგმნა ბერძნულად. ამისთვის ძალიან დიდი მეცადინეობა იყო საჭირო, რომ არა მეფის ხელის შეწყობა ამას ვერ მოახერხებდა, იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი წარმოიდგინეთ, როგორი სწავლული ადამიანები უნდა მოეძებნათ, რომ ასე ზედმიწევნით ეს თარგმანი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ეს არის ამას ქვია 70-თა თარგმანი და თვითონ ქრისტე რომ მოვიდა, აი ამ წერილით სარგებლობდა, აი ამ თარგმანით თვითონ. გესმით? ესე იგი, შეუთვალა ებრაელი მღვდელმთავარი იყო მაშინ ელიაზარი, სთხოვა რომ მომიძებნო ისეთი ადამიანებიო, რომლებიცო, ესე იგი, ზედმიწევნით ეცოდინებათ, რა თქმა უნდა, გრამატიკულად ყველანაირად ბერძნული ენაც და ებრაული ენაც. და ელიაზარმა
12 ტომი ხო არის ისრაელის 12 ტომიდან თითოეულ ტომიდან 6-6 კაცი გამოირჩია. ამას ძალიან დიდი შრომა დაჭირდა და ანუ 72 ადამიანი შეგროვდა და ამ ადამიანებს როგორი პირობა შეუქმნეს, იცი? კუნძულზე წაიყვანეს. კუნძულზე შეუქმნეს აბსოლუტური გარემო იმისთვის, რომ ემუშავათ. ერთ-ერთი მათ შორის იყო სვიმეონი, რომელიც მაშინ ახალგაზრდა იყო. და სვიმეონი შეხვდა სწორედ ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. და როდესაც მივიდა აი ამ თხრობასთან, რომ აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუილ, გაჩერდა სვიმეონი. რა, აი, ვერაფრით ვერ წარმოიდგინდა, ქალწული მიუდგეს, მიდგომა დაფეხმძიმებას ნიშნავს და თუ დაფეხმძიმდა, თვითონ ფიქრობს ახლა. ესე იგი ქალწული აღარ არის. და უნდა დაეწერა ქალი. ანგელოზმა გაუჩერა ეს ხელი და უთხრა: შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ შენი თვალი თარიხილა ამ ყველაფერს. ეს არ არის ლეგენდა, საყვარელი, ნამდვილი ისტორიული ამბავია თხრობა და წარმოიდგინეთ 300 წლის არის სვიმეონი, მაგ დროს ამ ადამიანი არ ცხოვრ, აი ხატზე კარგად ჩანს როგორი მოხუცებული არის. და როგორ არის იცით, აი ადამიანები თუ გინახიათ, რომ აი ბევრი წლების რო არის და აი სიკვდილი მინდაო რა, აღარ მინდა. აი დაღლილი ამ წლებისგან სვიმეონი და ისე გაუხარდა, რომ და ახლა უფალად მოვიდა, სული წმინდით განჭვრიტა უფალი, რომ შემოვიდა, შემოიყვანეს ეკლესიაში და გამოიცა. ნახეთ ხაზზე კარგად ჩანს, როგორი გახარებულია და ჩაიხუტა მაცხოვარი, მიირქვაო ესე წერია, მიირქვა, ანუ მიირქვა და ჩაიხუტა და წარმოთქვა ეს სიტყვები. ეს სიტყვები, ანუ ეს რა სიტყვებია, იცით? აც განუტევე მონაიშენი მეუფეო, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. აი ხომ მითხარი რომ აქამდე არ მოუკვდებოდა, ეხა განმიტევე, გამიში ეხა. მიხდით ეს სათხოვარი არის. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. და მერე მიუბრუნდა დედაღვთისმშობელს და ეუბნება, თვით შენსა სულსა განვიდეს მახვილი, აჰა ესე რა დგას დაცემა და აღდგინებად მრავალთა. ნუ იქ მერე ანა წინასწარმეტყველი იყო, მოვიდა კიდე იქ მოუთხოვ, იქ ვინც იყვნენ მოუთხოვ წინასწარმეტყველურად განკაცებული ღმერთის შესახებ და უკვე იწყება, ესე იგი ქრისტეს შესახებ უკვე იწყება ქადაგება. პირველი ქადაგებლები სწორედ შეიძლება ითქვას ესე რომ სწორედ მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი არის. რომლებმაც აი ამ დროს უკვე იწინასწარმეტყველეს და გამოათარგმანეს აი ეს შინაარსი. ესე იგი არაფერი არ დაგვაკლო, აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი რას ვლაპარაკობთ ეხლა რომ აი საღდარსა ზედა მжდომი უფალი განკაცდა და ისიც კი შეასრულა ის ჟულის მოთხოვნები, რომელიც იმ დროში თვითონ თავად მისი განწესებული იყო და არაფერი არ დაგვაკლო უფალმა ჩვენ იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ უნდა ვცხონდეთ. აი უყურეთ აი ამ სიტყვას მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება. არაფერი ჩვენ არ დაგვაკლო უფალმა იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ უნდა ვცხონდეთ. პირველ რიგში ეს არის ის რომ ჟულიერად ვიცხოვროთ. შევეცადოთ რა თქმა უნდა დიდება უფალო შენს მოწყალებას და სულგრძელებას რომ არ გამოგივიდა? მოდი აგერ მღვდელი არის დაგიდგინა რომელსაც მიხვალ ეთქვი შეკვრისა და განხსნის ხელმწიფება მისცა ჩვენ უბადრუკ ადამიანებს ხო? არ გამოგივიდა? დაეცი ადექი ისე მოდი. ისევ არ გამოგივიდა? ისევ და უჟულოებაში ხარ? ისევ მოდი. ხო და რაღა დაგჩენია ჩვენ რომ მადლობა შევწიროთ უფალს ყველაფრისათვის. მადლობა დედაღვთისმშობელს იმისთვის რომ ჩვენ აი სადიდებელი აქვს საერთოდ ყველა მაღალი რანგის მსახურებას და გადიდებ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე და პატივს ვცემ ყოვლად წმინდასა, დედასა შენსა, რომელმაც ჟულისებრ აზრად მიგიყვანა. ჩვენ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით გავიხსენებ დღეს დედაღვთისმშობელს, რომელმაც ასეთსა საიდუმლოს ამსახურე ექმნა, როგორც ვამბობთ, კითხულობთ ხოლმე. ასეთ საშინელ საიდუმლოს, აი არ უფიქრდები ჩვენ რა არის. აი ეს რისი მოსამსახურე გახდა დედაღვთისმშობელი და ზუსტად აი ამ სიტყვის მნიშვნელობით. რას ემსახურა დედაღვთისმშობელი? ღმერთი დაიტია თავის წიაღში. და მერე რომ იშვა ღმერთი
როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ღვთისმშობელი. საიდან ეს ცოდნა თუ არა სულიწმინდისგან. ხო, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ვადიდებთ ჩვენ უფალს მის აი ამ საიდუმლო განგებულებას და პატივსცემთ დიდი სიყვარული და ესე იგი თაყვანსვემთ ჩვენს დედაღვთისმშობელს, რომლის ლოცვითა და მეუხებითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვენ თითოეული თქვენთაგანი დაგლოცოთ, გაკურთხოთ, გვაცხოვნოს ჩვენ ვითარცა სახიერად და კაცთმოყვარე. ამინ და ყოველი დაბადებული.